მას შემდეგ, რაც სემეკმა ისრები პასუხისმგებლობის გადაიტანა სახელმწიფო ელექტროსისტემაზე, დავინტერესდით, რა იქნებოდა მათი პასუხი გარდა იმისა, რაც გუშინ მოვისმინეთ. ვანო ზარდიაშვილთან ვცადეთ კომუნიკაცია, მივედით სახელმწიფო ელექტროსისტემაში და გაირკვა, რომ ვანო ზარდიაშვილი 2 დღეა სამსახურში არ დადის და მიზეზი არის შვებულება. ზარდიაშვილი, რომელიც არის სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი, ირკვევა, რომ შვებულებაში გავიდა სწორედ იმ დღეს, როდესაც სემეკში უნდა ყოფილიყო შუალედური დასკვნა, თუ რატომ ჩაბნელდა საქართველო ორჯერ 2 დღის განმავლობაში მიყოლებით, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი და დასკვნაში, პირველად დასკვნაში მოვისმინეთ, რომ სრული პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე სემეკმა გადაიტანა სახელმწიფო ელექტროსისტემაზე, რომელიც არის პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფოს და მთლიან საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგებაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იყო ვინმე აქ მოსული? ჩემგან მე არ ვიცი, ჩემს მინაში არავინ. ბოლო 1 კვირის განმავლობაში არავინ არ ყოფილა. ზარდიაშვილი სამსახურშია? შვებულებაშია, მე როგორც ვიცი. შვებულებაშია, დაახლოებით რამდენი ხანია არ მინახავ? 2 დღეა, ალბათ. ბოლო 2 დღეა, ხო? მისი მოადგილეები თუ არიან? არ მინახავს, არ ვიცი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან თუ ყოფილა ვინმე ელექტროსისტემაში დოკუმენტები ხომ არ გამოუთხოვია? არა. ბოლო 1 მე არ ვიცი. მე არ გასში ინფორმაცია მე არ მაქვს. ჩაბნელებები რაც იყო ეგ ხამე იყო და მე აქ არ ვიყავი, არ ვიცი. არა, დღის განმავლობაში? არა. 25 ივლისის შემდეგ არ ვიცი, მე არ ვინმე დაიბარის თუ არა გამოკითხვაზე არც ეგ ინფორმაცია არ აქვს. ბატონო ვანო, გამარჯობა. სემეკმა თქვა, რომ სახელმწიფო ელექტროსისტემა უუნარო იყო. თქვენ რა პასუხი გაქვთ? სემეკს პასუხობენ ენერგო პრო ჯორჯიაშიც, რომელიც პასუხისმგებელია ელექტროენერგიით მომარაგებაზე რეგიონებში. რადგან სემეკის განცხადებაში და შუალედურ ანგარიშში ეწერა ასეთი რაღაც, რომ პირველადი ჩაბნელება, როდესაც მოხდა და სრულიად საქართველოში ელექტროენერგია გაითიშა, ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყო ელექტროგადამცემ ხაზგეგუცე მომხდარი შემთხვევა და მათი გათიშვა, ამას კი შემდეგ უკვე კასკადურად მოხდა საქართველოში მთლიანად ელექტროენერგიის გამორთვა. ენერგო პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ თუნდაც ერთი ელექტროგადამცემი ხაზი წყობიდან გამოსულიყო და ჩამქრალიყო, ეს არ უნდა ყოფილიყო ფაქტორი იმის, რომ სრულად საქართველო ჩაბნელებულიყო. გარკვეულწილად სემეკის ხაზს მიხვდებიან ისინიც, რომ მთლიანად სისტემური პრობლემა იყო ეს და ერთი სადგურის გათიშვა ყველაფერზე გავლენა არ უნდა მოეხდინა. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ კვირას მომხდარი ქვეყნის ელექტრომომარაგების სრული შეწყვეტის თუნდაც ერთ-ერთ მიზეზად ენერგო პრო ჯორჯიას კუთვნილი 100 კილოვატიანი ხაზი გეგუთი გაჟღერდა. თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო კომენტარი. ცალსახაა, რომ გამანაწილებელი კომპანიის რომელიმე ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის გადაყვანა ავტონომიურ რეჟიმში. მეზობელ ქვეყანასთან არსებული პარალელური რეჟიმიდან ჩახსნა და ქვეყნის სრული გათიშვა. აქვე საგულისხმოა, რომ 32 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 2 ბლეკაუთი, თუმცა მეორე შემთხვევაში ენერგო პრო ჯორჯიას ხაზი ვერსიადაც კი არ სახელდება. ალბათ სასურველია ამ ორივე შემთხვევის ერთად განხილვა და დადგენა იმ მიზეზების, რაც ორივე შემთხვევაში მეორდება. ვფიქრობ, სწორედ ეს გამაერთიანებელი გარემოებები განსაზღვრავს შეფერხების რეალურ მიზეზებს. რა თქმა უნდა, რეალური ვერსიის დიდი ნაწილი გამოკვეთილია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმესკენ ხელს გავიშვერთ. ჩვენ ამ დრომდე ველოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან პასუხს. გამოკითხული ხავთ თუ არა სემეკიდან ან სახელმწიფო ელექტროსისტემიდან რომელიმე პასუხისმგებელი პირი ან სემეკის პირველადი დასკვნა ხომ არ გახდება გამოკითხვის სერიის დაწყების საფუძველი, თუმცა ჩვენ პასუხი მათგან ამაზე ჯერჯერობით არ მიგვიღია. ეკა ბესელია, რომელიც კარგად იცნობს ვანო ზარდიაშვილს, ამბობს, რომ დიდი ალბათობით კითხვები გამოძიებას მასთან უნდა ჰქონდეს სემეკის
სემეკის დასკვნიდან გამომდინარე და ამბობს, რომ გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებებს ბევრი კითხვა უნდა ჰქონდეს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებითაც. აქვე აღნიშნავს, რომ ზარდიაშვილი პარლამენტში მოიაზრებოდა სწორედ მამუკა მდინარაძის კადრად და ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე და ზარდიაშვილი ახლო მეგობრები იყვნენ პარლამენტშიც. ამის შემდეგ, რაც პარლამენტი დატოვა ზარდიაშვილმა, სწორედ ამის შემდეგ გააგრძელა მუშაობა სახელმწიფო კომპანიაში. ზარდიაშვილს, რომელიც ქართულ წინ დარწმუნებული დგას. უსერიოზულესი რამ მოხდა, როდესაც ჩაბნელდა მთელი საქართველო და ეხა პირველადი დასკვნით უკვე სემეკმა თქვა, რომ ელექტროსისტემის პასუხისმგებლობა ეს და მათი უნარობის ბრალი იყო. უფრო მეტი უნდა ითქვას, უფრო ღიად უნდა ითქვას, რა მოხდა. ელექტროსისტემა ვის აქვს ჩაბარებული? ვანო ზარდიაშვილს, ხო? ვინ არის ეს ადამიანი, ვის პარლამენტიდან გააძევა მაშინ ივანიშვილმა და ეს არის დინარაძის უახლოესი ადამიანი, ხო? უახლოესი, ალბათ ერთად მოქმედებენ და მოქმედებდნენ და გამოსაძიებელია ეს კორუფციული სქემები, რომელშიც არის ჩართული ზარდიაშვილი და რომელშიც ბევრი ადამიანი შეიძლება იყოს მასთან ერთად მონაწილე. ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანოები, არა მხოლოდ ამ თემით და მისი ელექტროსისტემაში საქმიანობით, მისი კორუფციული სქემებით. ეხლა ფაქტია, რომ სემეკმა უკვე გახსნა გზა იმისთვის, რომ დავინახოთ რეალურად საითკენ მიდის გამოძიების ინტერესი და გამოძიებამ უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ ეს დანაშაულებრივი სქემები გამოაშკარავოს, რომელშიც ჩართული არის ზარდიაშვილი და არა მხოლოდ ის, ალბათ დინარაძესთან ერთად. ჩვენ ველოდებით პასუხს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემისგან, მას შემდეგ რაც გავარკვიეთ, რომ ვანო ზარდიაშვილი 2 დღეა უკვე შვებულებაშია, ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ელექტროსისტემას, რომ სემეკის საპასუხო არგუმენტები გააჟღერონ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არც მათგან არ მიგვიღია. პირდაპირ ეთერში ნინო ყვედაშვილი საუბრობდა.